ღამის 3 საათზე ქალბატონი სანდრა მობრძანდებოდა ჩვენთან გასაუბრებას უნდა რომ დაგვეტოვებინა თუ არა პეკინის ოლიმპიადა. ეს იქნებოდა ბოიკოტი ოლიმპიადისთვის და არა რუსეთისთვის. ამაზე ჩვენ დავისჯებოდით როგორც ქვეყანა, შემდეგი 4 წელი და ჩვენ გაუბედურებულ ქვეყანას კიდე სპორტის გარეშე ტოვებდა და ამიტომ არ ვიცი რომელი მაჭკვიანმა ადამიანმა ჩააგონათ მე რომ არ შეიძლება მის გაკეთება, მაგრამ ღამის 3 საათზე უნდა მოსულიყო ის ოლიმპიურ სოფელში და გაგვაფრთხილეს რომ უნდა შეხვდეთ. მე ვთქვი მე ხვალ დილის 6 საათზე უნდა ავდგე. აგერ არის ჩემი ცნელი. მე არა ვარ თეთრი ყვავი, რასაც გადაწყვიტავთ. ისე მოვიქცევ. მარტო მე მაქვს შეჯიბრი და კიდე ერთ გზაზე კედელაშვილს ხონდა. კედელაშვილს. რომელიც დაზარალდა. დაზარალდა. კი ბატონო, ერთი ფავორიტი იყო და პირველივე ბრძოლა წააგო. რა უნდა იქ? ხო, ყავს მას ცნელი. აგერ მე მყავს ცნელი. აი, მოусმენს გადაწყვიტეთ თან ახლა ბახოსი როგორ ამჯეროდა, ჭკვიანურს ეთხოვდა რამეს. ხო, როგორც გადაწყვიტავთ, ისე მოვიქცევი მეთქი. დილით რო წავედი და 12 საათზე უკვე медаლი მქონდა. 12 საათზე. და რო დაუბრუნდი უკვე ოლიმპიურ სოფელში, ზოგიერთი ჩვენი გულშემატკივარი მაშინ გამოვიდნენ ესე თვალების რესით და მე медаლი მოუტანე და პირველი რამე ნინო რა ქენი ეს? ესე უყურე. აი, მე რა ვქენი? რა დავაშავე დილით არ მოსული. ხო, ჩემთვის გაუგებარი იყო.